ჯერ ცეცხლის ნიშნების დავიწყოთ, ეს არის რა ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ნუ ეს არის რა თქმა უნდა ყველაზე ისეთი ლიდერული ენერგია არის და ძალიან ხშირად მიდიან ხოლმე ან სპორტის სფეროში, მაგალითად ვერძებს განსაკუთრებით უყვართ, იმიტომ რომ ძალიან მოუსვენარი ნიშანია და ისე ტემპერამენტიანი და სპორტი ზოგადად ვურჩევ ხოლმე ყველა ვერძს, რომ ეს სპორტით დაკავდით მეთქი. სპორტში, პოლიტიკაში არიან ეს ნიშნები, ანუ ძალიან ქარიზმატულები არიან, თუმცა ამის გარდა კარგად გამოსდით ბიზნესი, ხო? ანუ კარგი ლიდერები არიან, კარგი მმართველები და კიდევ ვიტყოდი, რომ საკმაოდ ისეთი კარგი წარმატება აქვს შემოქმედებით სფეროებში. აი განსაკუთრებით ლომი არის ძალიან შემოქმედებითი ნიშანი. აი ბევრი მხატვარია ლომი მაგალითად, ხო? ან დიზაინერი. ამიტომ ლომებზე შეგვიძლია ვთქვა, რაც შეეხება მშვილდოსანს, აქ კიდევ ერთი ნიუანსია. მოგზაურობა ძალიან უყვართ, ეს არის ესეთი მასშტაბური ნიშანი, ამიტომ კარგი კოუჩები არიან, კარგი თარჯიმნები არიან, ანუ ენებს კარგად ითვისებენ, კარგი პედაგოგები არიან, ხო? აი თაკო ძალიან უყვარს მოგზაურობა. შეიძლება რომ მასში იყოს რაღაცა მშვილდოსნური. კი, თან მორიელია და აი მორიელს ხშირად აქვს ხოლმე შემდეგი ნიშნის მშვილდოსნის გავლენა. შეიძლება პირად რუკაში არის რაღაც მშვილდოსნის